ბოლო პერიოდში ჩვენ რასაც თვალს ვადევნებ, ის რომ როგორც იქნა ქართულმა ოცნებამ მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ოპოზიციური პოლიტიკოსების აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში არის კორუფცია და პროდუქტებზე არის მაღალი ფასები. ამაზე ძალიან დიდი ხანია საუბრობს ყველა, ამას არ ჭირდება რაღაც დამატებითი კვლევა და შედარებები, ყველას ვინც თქვა ნამყოფია ევროპულ ქვეყნებში, განსაკუთრებით თქვა იგივე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მით უმეტეს, სურსათზე ფასები იქ ნაკლებია. რა განაპირობებს ამ დაბალ ფასს, თუნდაც ევროპულთან რო ადარებს კობახით და სიტყვა გადასახადი რომ არ ახსენა საერთოდ, მარტო რაღაც მოგების მარჟები რო დაგვითვალა და ისიც ცოტა ისეთი სპეკულაციურ ასე ვთქვათ, ხო? ევროპაში სურსათზე მოქმედებს დამატებითი ღირებულების გადასახადი გაცილებით დაბალი ვიდრე ჩვენთან არის. ჩვენთან მოხსენებთ არის 18% ყველაფერზე, ხო, სურსათზე. განსაკუთრებით თქვა თუ ეს არის დასრული პროდუქცია, უკვე პური, ყველი, ხორცი, თქვა იდეგრება 18% დეგეგი. ევროპაში არის 4-5%. ზოგ ქვეყანაში სხვანაირი და ზოგ ქვეყანაში სხვანაირი, მაგრამ გაცილებით ნაკლები ვიდრე ჩვენთან. ეს არის ერთ-ერთი პირველი, რაც განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროდუქციის ფასს. ზოგადად ფასის ზრდის მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ის რაც ახსენა ყობახითემ, ხო, რაღაცა ნაკლები კონკურენცია, კი ბატონო, ბაზარზე შესვლის გართულებული პირობები სუპერმარკეტებში შესვლის პირობები, მაგრამ როდესაც ქსელურ სუპერმარკეტებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ საქართველოში ქსელურ სუპერმარკეტებს უჭიროთ ბაზრის მხოლოდ 40%. 60% თითქმის მოდის, აი ძველ ტრადიციულ უბნის მარკეტებს, რომ ვეძახდით და რაღაც ბაზრებზე, ხო? სადაც ასევე იყიდება სურსათი. ბაზარში იაფიღებს და იმაში იღებს პირობითაც ქსელურ სუპერმარკეტში ძვირი არა, ხო? ამ შემთხვევაში ხა მე ჩემი მიზანი არ არის რაღაც ბიზნესის დაცვა, მაინც და მაინც უბრალოდ მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება, რომ თავისივე არგუმენტებში უშვებენ შეცდომას, ხო? აი რა რას კონკრეტულად კი არ კი? პირობითად თუ არის კარტელური გარეგება ქსელურ სუპერმარკეტებს შორის, ესე იგი უნდა გქონდეს ქსელურ სუპერმარკეტებში რაღაც უნდა ღირდეს უფრო ძვირი პირობითად. ვიდრე ხით თქვა უბნის ჩვეულებრივ მარკეტში, რომელსაც არ აქვს რაღაცა ბრენდი, ხო? არ არის რაღაცა აგროჰალპი თუ კარფური თუ ნიკორა, სიტყვა. ხო, ანუ რინაბიჯი. შესაბამისად, ეს არ არის მიზეზი, რაზეც ყობახით საუბრობს, კარტელური გარიგებები მით უმეტეს არ არის ეს პროკურატურის მოვალეობა, რომ შეიცავს ამის ყავს ჩვენ კონკურენციის სააგენტო, რომელსაც ჯერ კიდე ახტაძე ადრე ავალებდა პურის ფასი მოგეხსენება და კი, მეც ეგრევე გამახსენდა და გასაზვირებელი იყო, ხო, კი ბატონო. და მრავალწლიანი საქმე მუშაობის შემდეგ. საბოლოო ჯამში მივდივართ იქ, რომ ქართულმა ოცნებამ დაინახა, რომ მის მომხრეებშიც კი არის ძალიან დიდი უკმაყოფილება ამ ფასების გამო და მე რასაც ვაკვირდები, რაღაც ყველა კმაყოფილია იმით, რომ აი რაღაცა ხელისუფლება რაღაცას გააკეთებს ამ ფასების შესამცირებლად, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფასების ნებისმიერი რეგულაცია, მით უმეტეს სამართალდამცველი უწყებების რაღაცა ჩართვა და პირდაპირ რაღაც ომის გამოცხადება უყალოდ არ ჩაივლის? რა თქმა უნდა ეს გამოიწვევს. ხო, გიორგი, აი რატო სწორი კი, ზუსტად აი ამაზე მინდოდა მეკითხე, ხა ადამიანი რომელიც უყურებს, მოისმინა ეს ინფორმაცია, დილაუთენია ეს ვიდეო, რომელიც გამოქვეყნდა მთავრობის გვერდზე, იმას ახლა არც შეიძლება უამრავმა ადამიანმა არც იცის დეგეგეს ოდენობა, რომ ჩვენთან 18-ია და მაგალითად რძეზე და სადღაც ევროპაში 4 და იმას უნდა რომ აი რაღაც ხისტად იყოს უფრო დაბალი ფასი. აი რაზე არის გათვლილი ამგვარი რიტორიკა ხელისუფლების მიმართ და რა არის მნიშვნელოვანი რომ იცოდეს თითოეულ მოქალაქემ, აი დაიწყება გამოძიება, იქნება ვთქვათ ხელოვნური პროცესი, არ ვიცი რის ხარჯზე, ან საერთოდ რამდენად რეალისტურია, ეს რატომ არ იქნება უყალო გარკვეულ პერიოდში ისევ მოქალაქისთვის? ხო, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოს, რომ ეს პროცესი არანაირ, ანუ მიზანი და შედეგი რა იქნება, არანაირ შედეგი ვერ მიიღწევა. ხო, იმისთვის თუ გვინდა ჩვენ რომ საქართველოში ქონდეს დაბალი ფასები, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლოჯისტიკა გაუმჯობესდეს, იგივე პროდუქციის შემოსვლა ქართულ ბაზარზე არ იყოს გართულებული, არ იბეგრებოდეს დამატებითი ღირებულების ამხელა გადასახადით, ასე ვთქვათ, ხო? და ასევე ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, რისთვისაც მნიშვნელოვანია იგივე ქართული სოფლის მეურნეობის გაძლიერება, ტექნოლოგიების ჩართვა და არა ის რაღაცა ფინანსური დახმარებებით, რომელიც საბოლოო ჯამში შედეგს არ იძლევა, ხო? ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს და პირველ რიგში რაც ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლია არის გარკვეულ სურსათზე აი აუცილებელ რაღაც 10 პროდუქტია თუ არ ვწდები, რომელიც არის აი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, რომ უნდა მოიხმაროს ეს, ხო? აი ამ პროდუქტზე მაინც რაღაცა შემცირდეს თქვა დამატებითი ღირებულების გადასახადი
რაც ხისიერად მოგცემს შედეგს ფასებზე თავისთავად, თუმცა ეს დააკლდება უკვე ბიუჯეტში ხელისუფლებას. ბიუჯეტში რამის დაკლების უფლება აღარ აქვს. კი, და გიორგი, კიდე რა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანუ ზოგადად პრობლემა, ვინც აი ჩახედულია ამ საკითხში, იცის რომ აი ხელფასის ზრდა და რაღაც ფასის მატება კი არ არის, ანუ ქვეყნის სიღარიბეა, ხო? აი ეს არის მთავარი საკითხი, რომლის დაძლევაც ბევრი ქვეყნისთვისაც რთულია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ საპირისპირო გვესმის ხოლმე ხელისუფლებისგან, რომ ეს რაღაცნაირი ეკონომიკის ქვეყანაა, ხო? რაღაც ღარიბაშვილი ამბობდა, არ მგონი რაღაც ადუღებული თუ რაღაც სიტყვას იყენებდა, ხო? რაღაც ძალიან მაგარი კი. და ანუ რეალურად რაზე მიუთითებს ეს პროცესიც და ანუ ამ გზას თუ ხედავ, რომ რეალისტურია აქეთკენ ნაბიჯების გადადგმა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გავითვალისწინოთ ის, რომ საქართველოს საშუალო ქართული ოჯახის შემოსავლის ნახევარი იხარჯება სურსათზე. ანუ ჩვენ ძალიან მყიფეები ვართ და ძალიან სენსიტიურები, ასე ვთქვათ, გრძნობიარეები ამ საკითხის მიმართულებით, სურსათზე ფასები იწდება, იმიტომ რომ საშუალო ევროპული ოჯახის შემოსავალს 10-15%-ია, მხოლოდ 10-15% მიდის სურსათზე, რაც თავისთავად მათი შემოსავლის გათვალისწინებით საერთოდ არ არის დიდი ხარჯი. პირობითად 3,000 € თუ აქვს საშუალო ევროპულ ოჯახს შემოსავალი და უფრო მეტიც აქვს, ხო? იმის 10-15% არის 300-400 €, ხო? რომელიც არაფერი არ არის მათ შემოსავალთან შედარებით. ჩვენთან კი წარმოიდგინეთ, ახლა ოჯახს 3,000 ლარიანი შემოსავალი აქვს, 1,500 ლარი სურსათში მიდის. დანარჩენი 1,500 ლარი რამდენ რამეს უნდა გაწვდეს ერთი ოჯახი. ამიტომ არის ჩვენთან პრობლემური საკითხი. ამას ახლა ვერ ხედავდეს ხელისუფლება უბრალოდ წარმოუდგენელი ისინიც თქონდა ატარებენ კვლევებს, ხედავენ ამ სურათს, თუმცა ნაბიჯები რაც გამოცხადდა ეს რაღაც სამართალდამცველების ჩართვა ასე შემდეგ, იქნება მხოლოდ პოპულისტური და ეს არის გათვლილი იმაზე, რომ რაღაცა დროებით ყურადღება გადაიტანოს ეს 2023 წელს ღარიბაშვილმაცსა და მანამდე ბახტაძემსა და პურისფასთან დაკავშირებით და რაღაცა კაიქანი უყურებენ ხოლმე ამ ფასების გზას, შემდეგ თითქოს რაღაცა ნაბიჯს გადაგამენ, მაგრამ მე ეჭვება რომ ამას რა თქმა უნდა რეალური შედეგები მოყვეს და თან მე გასათვალისწინებელია ისიც რომ ეს სუპერმარკეტების დიდი ქსელები რაც არის ხა ოპოზიციის არც ერთი არ არის ხო ყველა ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული პირდაპირ თუ ირიღად ან პარტიის შემომწირველები არიან ან მათი მეგობრები არიან ან მოკავშირეები შესაძლოა ეს არის ასევე ავტორიტარული რეჟიმისთვის ხო დამახასიათებელი რომელიც რაღაცა საკუთარ მომხრეებსაც დამს საბოლოო ჯამში და ეს პროცესი ვერ გაგრძელდება ასე იმიტომ რომ ბიზნესი აუცილებლად იგრძნობს ამ ზეწოლას მე დარწმუნებული ვარ და ნახოთ როგორ იქნება მათი მხრიდან ეს ნაბიჯები გადადგმული ხო სხვათა შორის რიტეილ ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადებაც არის ისინი მიმართავენ ირაკლი კობახიძეს ამ ვიდეოს შემდეგ და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ და დიალოგის მნიშვნელობაზე ხომ ცხადია ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდგომ პროცესში თუ კი ხელისუფლებამ როგორც ხედავთ ხო ანუ დიალოგის რეჟიმი რომ სწომოდა მას საერთოდ არ სჭირდებოდა რაღაც საჯარო განცხადებები და სამართალდამცველები და პროკურატურით მუქარა ამის გადაწყვეტა შეიძლება უბრალოდ დაეპარებინა თქვა ეს ქსელური სუპერმარკეტები თუ დისტრიბუტორები არიან თუ ადგილობრივი წარმოებები შეხვედროდნენ და ფულ კასს მიღმა თუნდაც და რაღაცა შეგზები დაესახათ მოლაპარაკების მაგრამ ხელისუფლება უკვე რაღაცა ღია შანტაჟზე და მუქარაზე გადავიდა უკვე კონკრეტულად ბიზნესის მიმართ დიდი მადლობა გიორგი, დაგემშვიდობები, გიორგი კეპულაძე